დღემეორე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და შეფასებები ძლიერი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ამყარებს საქართველოს როგორც კანონებზე დაფუძნებული გამჭვირვალე დემოკრატიის მქონე სახელმწიფოს იმიჯს. ეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალური პოზიციაა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ისტორიული და საკვანძო უწოდეს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაშიც. რაც ჩვენა საკონსტიტუციო და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილება. 20-30 შეკითხვებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი და ადვოკატი ირმა ჭკადუა უპასუხებენ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო. ბატონო ლევან, დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის მათი შეფასებით, ბოლო დღეების მოვლენებმა აჩვენა, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო. დღეს ასევე თქვენ განაცხადეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ნაციონალური მოძრაობის თამაშში ჩაერთო. რის საფუძველზე აყენებს სასამართლოს დამოუკიდებლობას ეჭქვეშ? მე ვაყენებ სასამართლოს დამოუკიდებლობა ამ შემთხვევაში ზოგადი ტერმინი არის. ამ შემთხვევაში მე ვაყენებ პროცესს და რა თქვა იმას რაც მიიღო, იქ რა თქმა უნდა, რაც მეტად იქნება ადამიანის უფლებები გარანტირებული და რაც მეტად შეიზღუდება სახელმწიფო ადამიანის უფლებების მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვემხრობი. მე ვაყენებ და ეჭვს გამოვცვალ და ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომ პროცესი ძალიან უცნაურად დაემთხვა დროსა და სივრცეში, ყველა ეს ელემენტი ერთმანეთს დაემთხვა, ანუ გადაწყვეტილების მიღება, მერე საინფორმაციო შეფუთვა და შემდგომ თქვათ გიგი უგულავას გამოშვება ძალიან უცნაურად დაემთხვა დროსა და სივრცეში და მგონია რომ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს და მართლა ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობას იმ მემკვიდრეობის ფონზე, რაც მივიღეთ ჩვენ ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი რეჟიმისგან, ამ შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა მისარგებლა ამით და დაიწყო ხელისფათური და გადაწყვეტილებების თავზე მოხვევა ამ შემთხვევაში დაიწყო ხელისფათური, სად დაიწყო ხელისფათური? საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეხლა თუ ვინმე დამიწყებს იმის კამათს, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ, აი ეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც არიან დანიშნულები, მათი უმრავლესობა ნაციონალური მოძრაობის მიერ, ხშირ შემთხვევაში პარლამენტის მიერ, ნაწილი პრეზიდენტის მიერ და რა თქმა უნდა, ამის ყველაფრის თქვათ პატრონაჟობდა თავის დროზე ადეიშვილი, იმიტომ რომ ადეიშვილის თანხმობის გარეშე საქართველოში არც პროკურორად და არც მოსამართლედ არ ინიშნებოდა არავინ. შესაბამისად, თუ ამის მტკიცებას ვინმე დამიწყებს, მე ვეტყვი, რომ ის არის ბრიყვი, ან არის სპეციალურად მოსული იმისთვის, რომ საზოგადოებას ნაცარი შეაყაროს თვალში. ბატონი პაპუაშვილი, ვარძელაშვილი არის უამრავი საგამოძიებო ფილმები გაკეთებული, იგივე სტუდიო მონიტორის, რომელიციც არის ნანახი ნაჩვენები თუ როგორ გადასცეს მათ სიმბოლურ ფასად ბინები. ასევე ისინი სარგებლობდნენ წელების განმავლობაში სხვადასხვა პრივილეგიებით. არ დაგვავიწყდეს, რომ ბატონი პაპუაშვილი იყო სააკაშვილის იუსტიციის მინისტრი. მაშინ, როდესაც მოკლეს ზურაბ ჟვანია იმ პერიოდში იყო მინისტრი. იმ პერიოდში იყო იუსტიციის მინისტრი, როდესაც მიმდინარეობდა სასამართლოზე ზეწოლა, როდესაც ფაქტობრივად ხდებოდა სასამართლო სისტემის მოშლა, მაშინ, როდესაც მოსამართლეები ინიშნებოდნენ ლოიალურობითა და იმის მიხედვით, თუ როგორ შეასრულებდნენ პროკურატურის და მაშინ მთავრობის დაკვეთას. აი ამ ფონზე არის პაპუაშვილი მოსული საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად მე მიჩნდება და მაქვს ამის უფლება, რომ მქონდეს განცდა იმისა და ეჭვი იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც არის ძალიან კარგი, არ ვდაობ ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე, არც შინაარსობრივად და არც პირიქით ვიძახი, რომ მართლა არის წინ გადადგული ნაბიჯი ადამიანის უფლებებში და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დაკონკრეტდა 9 თვიანი წინასწარი პატიმრობა, რომ არ კონდეს ცნუნებას, ხო, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებებს თავისი ინტერესიდან გამომდინარე ადამიანებს შეუზღუდონ თავისუფლება. ამის ფონზე მე მაინც მგონია, რომ ეს პროცესი ისე იყო დაგეგმილი, რომ ამაში იყო ნაციონალური მოძრაობა ჩარეული და ეს იყო ნაციონალური მოძრაობის რაღაცა კამპანიაზე თუ თქვა პოლიტიკურ ტრიუგზე გათვლილი გადაწყვეტილება. სწორი, მაგრამ ამაზე მორგებული. ქალბატონო ირმა, ბატონო ლევანის მსგავსად თქვენს ფიქრობთ, რომ თქვა ნაციონალურ მოძრაობას ამ დრომდე შენარჩუნებული აქვს გავლენა სასამართლო ხელისუფლების ნაწილზე მაინც? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ამას არა მარტო მე ვფიქრობ, ამას ფიქრობს ქართული
ქართული საზოგადოება. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ წინა 9 წლის განმავლობაში მოსამართლეები განიცდიდნენ ზეწოლას და ისინი იყვნენ წნეხის გარეშე. მე არ მახსენდება არც ერთი ისეთი თამამი გადაწყვეტილებას მოსამართლეების მიერ მიღებული, სადაც შესაძლებელია ხელისუფლების რომელიმე შტოს, ან რიგით მოქალაქეს, ან აღმასრულებელ ხელისუფლებას, ან თუნდაც პარლამენტს ქონოდა განცდა, რომ სასამართლომ მიიღო მათთვის მიუღებელი, მაგრამ კანონიერი გადაწყვეტილება. მუდმივად სასამართლო გვევლინებოდა ნოტარიუსის როლში და საქმეები მიდიოდა სასამართლოში ცარიერი ყდებით, მხოლოდ და მხოლოდ სახელით და გვარით. იქ არ ხდებოდა არანაირი სასამართლო გამოძიებები და გამოდიოდა განაჩენები, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაში იყო პროკურატურის პოზიციასთან. გასაგებია, რომ ნება სახელმწიფომ დააფიქსირა იმდაგვარი, რომ ყოველგვარი ზეგავლენისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ მე ნაკლებად მგონია მოსამართლე, რომელიც შინაგანად იყო დათრგუნული და 9 წლის განმავლობაში ის მუდმივად შიში იყო, რომ მას არ მიიღო რაღაცა სხვაგვარი გადაწყვეტილება, როგორც არ სურდა, ვთქვათ, პროკურატურას, ეს მოსამართლეებიც ერთშვენიერ დღეს ესე გაიფურჩქნენ და გახდნენ აბსოლუტურად დამოუკიდებლები და თავისუფლები. სასამართლო ძალიან სენსიტიური თემაა, მე ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი განცხადება აღქმული იყოს ნამდვილად ან სასამართლოში ჩარევაზე, ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე კონკრეტულად გიგი უგულავას საქმის მასალებს არ ვიცნობ, დავეთანხმები ბატონ ლევანს, რომ ჩვენ მთელი 9 წლის განმავლობაში და წინა პერიოდში გქონდა პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ არ იყო თქვა დაკონკრეტებული კანონში, ან ისე გაწერილი, რომ ყველა შეძლებოდა კანონი ერთნაირად წაეკითხა, ანუ მუდმივად ღებულობდნენ ისეთ ტიპის გადაწყვეტილებებს, რომ შეიძლებოდა სხვადასხვა ტიპის ინტერპრეტაციები გაკეთებული იყო. ძალიან კარგია ის, რაც გაკეთდა, ბუნებრივია და ეს არ გაკეთდა მარტო გიგი უგულავასთვის, მაგრამ დღეს იყო გარდა ბატონი გიგი უგულავასი ამ ტიპის შუამდგომლობა, როგორც ვიცი, საქალაქო სასამართლოში შესული და როგორც ვიცი, მის მიმართ არ დაკმაყოფილდა აქვეთი ღონისძიების შესვლასთან დაკავშირებით შუამდგომლობა. თუ კი ჩვენ ვამბობთ იმას, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, თუ კი ვამბობთ იმას, რომ ესეთი გადასარევი გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ, ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს რომელიმე ბრალდებული, რომელმაც უნდა ისარგებლოს ამ გადაწყვეტილებით, მანაც უნდა ისარგებლოს. სხვა შემთხვევაში არა მარტო მე ძალიან ბევრს დარჩება შთაბეჭდება, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა კონკრეტულად ბატონი გიგი უგულავასთვის. მე შორს ვარ იმ აზრისგან, წინასწარ თქვა, რომ ბატონი გიგი უგულავა დამნაშავე ან უდანაშაულოა, ასევე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანს, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და გარკვეულწილად ნიშნები იმისა, რომ ხშირად არის ხოლმე პროკურატურის მხრიდან პატიმრობები მოთხოვნილი, როგორც აკვეთი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიება, მე არ ვეთანხმები. თუნდაც ბატონი გიგი უგულავას შემთხვევაში და ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებული იყოს ნაკლებად მკაცრი აკვეთი ღონისძიება, მაგალითად გირაო, სადაც სპეკულაციების შესაძლებლობა არ ექნება არც ერთ ადამიანს, მათ შორის რომელიმე პოლიტიკურ ძალას და თუ კი სასამართლო მას ცნობს დამნაშავედ ან გაამართლებს, ბუნებრივია ეს იქნება უკვე სასამართლოს დამოუკიდებელი თუ დამოუკიდებელი, როგორც ახლა ამას სხვადასხვა შტოები განმარტავენ, გადაწყვეტილება, ხო? ეს გადაწყვეტილება მოგწონს თუ არ მოგწონს, ბუნებრივია უნდა მივიღოთ, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ხალხს არ უნდა კონდეს განცდა იმასთან მიმართებაში, რომ ერთი და იგივე საქმეებზე, ერთი და იგივე ბრალდებით შესაძლებელია ერთ ადამიანს, ვთქვათ, მიესაჯოს არასაპატიმრო ღონისძიება, ერთი და მეორე ადამიანს ამ ბრალდებით მიესაჯოს საპატიმრო ღონისძიება. ამიტომ კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი და სამოქალაქო საზოგადოებას არ უნდა რჩებოდეს ჩაბეჭდება, რომ სასამართლო ლობირებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ან აქტიურ ფიგურებს, რამე თუ დღეს საზოგადოებაში ესეთი აზრი მუსირებს და აქვე მინდა დავამატო და ვთხოვო პარლამენტარებს, რომ ძალიან ხშირად ისინი აკეთებენ ისეთ განმარტებებს ან განცხადებებს, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს სასამართლოზე ზეწოლად, ან შესაძლებელია ვინმე მიფიქროს, რომ ისინი გარკვეულწილად არიან ალიანსში სასამართლოსთან, თუნდაც დღევანდელი ბატონი მეჭიაურის განცხადება, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან მე რამოდენიმე საინფორმაციო გამოშვებას უყურე, მაგალითად ბატონი რურუას განცხადება იყო, მან დაიწყო მისი კომენტარი სწორედ მეჭიაურის განცხადებით, მაშინ როდესაც შეიძლებოდა რომ ამ ადამიანს არ ეთქვა და თუნდაც ეთქვა ის, რომ წინ არის სასამართლოს გადაწყვეტილება
გადაწყვეტილება, რომ ჩვენ 9 წლის განმავლობაში მე შემიძლია მაგალითები მოვიყვანო. ეს იყო გვიჩიანის აფრასიძეების საქმე და ძალიან ბევრი, როდესაც წინასწარ გამოდიოდნენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, როგორც აღმასრულებელი, ასევე პარლამენტის დეპუტატები და წინასწარ აანონსებდნენ და ამბობდნენ, რომ ესენი არიან დამნაშავეები და ასე შემდეგ, მაგრამ მუდმივად საუბარი იმაზე რა იყო წინა წლებში გამოვედით აქედან ხო და სამწუხაროა რომ დღევანდელი ხელისუფლება მუდმივად არის რაღაცა თავის მართლების რეჟიმში და ამ თავის მართლების რეჟიმიდან ვერ გამოვიდნენ. გასაგებია, აქ ფაქტობრივად ვსაუბრობთ და ორივე სტუმარი აცხადებთ, რომ ხელისუფლების ზეწოლისა და ჩარევისგან სასამართლო არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. ამ მიმართულებით. თუმცა დღესვე ბატონო ლევან იგივე საკონსტიტუციო სასამართლოსთან პაპუაშვილი სწორედ ზეწოლაზე საუბრობდა. ბატონო, ეხლა ზუსტად მაგ თემაზე მინდოდა კომენტარის გაკეთება. მოსამართლეებზე ზეწოლაზე ბატონი პაპუაშვილი ლაპარაკობს დღეს და 9 წლის განმავლობაში მას ხმა არ ამოუღია. ეს იმას ნიშნავს და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ბატონი პაპუაშვილი არის ანგაჟირებული პოლიტიკურად და თითიდან გამოწვეულ პრობლემებს უსვავს ხაზს. რას ნიშნავს ზეწოლა? თუ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, გამოხატოს აზრი და არ მზღუდავს მე კანონი, არ არიან თქვათ განსაკუთრებული რანგის და პრივილეგიებით არ სარგებლობენ, რომ მოსამართლეები რომ მე შემეზღუდოთ მათ მიმართ აზრის გამოთქმა. რა თქმა უნდა მე მაქვს აზრი და შესაბამისად ჩემი აზრი უნდა იყოს კანონის ფარგლებში გამოხატული. მე ვფიქრობ ეს არის უბრალოდ იმის დემონსტრირება რომ თქვა დევნიან და რაღაცა ესეთ იმის შეფუთვა, მაგრამ ბუნებრივია ეს არ შეესაბამა რეალობას, თუ ვინმე ადამიანების ჯგუფი გამოხატავს მის პოზიციას, ეს რა თქმა უნდა არ არის ზეწოლა მოსამართლეებზე, იმიტომ რომ არავინ ყოველას აქვს გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, ეს არის მე ვფიქრობ გათვლილი ზუსტად იმ პროპაგანდაზე და პიარზე თითქოს ვიღაცას ვერ ბრძვის. ეს არის რა თქმა უნდა არასერიოზული და არის თავის დაცვისკენ მიმართული, მაგრამ ეს თავის დაცვა ვერ გაიქცევა ამ პასუხისგებლობას. პაპუაშვილი მას მოუწევს კითხვებზე გაცემა პასუხის და ამას რა თქმა უნდა ესეთი განცხადებებით ვერ გადაფარავს. გასაგებია, ქალბატონო ირმა დასკვნის სახით რომ გითხრათ, თქვათ, რა შეიცვალა ამ ორდღიანი გადაწყვეტილებების ფონზე სასამართლო სისტემაში? სასამართლო სისტემაში მე ვფიქრობ, რომ ეს ორი დღე მარტო არ იყო მნიშვნელოვანი. სასამართლოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საუბრობენ იმაზე, რომ გარკვეული რეფორმები მიმდინარეობს, თუმცა ეს რეფორმები რატომღაც მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ჯგუფის მიმართ უფრო მეტად სასარგებლო გამოტანილი განაჩენებში აისახება. რაც შეეხება ამ ბოლო დღეს ამ შემთხვევაში კონკრეტულად მე ამ შემთხვევაში ვაცხადებ იმას, რომ მაქვს საფუძვლიანი ეჭი, რომ ძალიან ბევრი იმ ადამიანის მიმართ, რომლების მიმართაც შესაძლებელი იყო უფრო ადრე გამოსულიყო თქვათ განაჩენები, გულისხმობ თუნდაც აი ამ 9 თვიან წინასაპატიმრო პერიოდს, მე ვფიქრობ 9 თვე არის საკმარისი იმისთვის, არ წავდება ამას ამბობ. დიახ, მე ვფიქრობ, რომ არის ესეთი თქვათ მრავალტონიანი საქმეები, მაგრამ აი მინდა ხაზი გაუსვა ამას, რომ მოცემულ შემთხვევაში თუ კი ადვოკატები გარკვეულწილად მიმართავთ ხოლმე ხრიქს, როდესაც გვინდა რომ საქმე გავაჭიანუროთ, ხო? მისულები არა ვარ დარბაზში, როგორც კი სასამართლო იგრძნობს ამას, რომ თქვათ ადვოკატი ან არასაპატიოდ არ გამოცხადა ან შეამჩნია, რომ მას ვადებთან დაკავშირებით უნდა რომ სასამართლო პროცესები გააჭიანუროს, ამ შემთხვევაში მოსამართლეები იყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას, ნიშნავენ სახაზინო ადვოკატს, ხო? სახაზინო ადვოკატი, როცა მიწვეული ადვოკატები არ ვართ მისულები დარბაზში და ხვდებიან სახაზინო ადვოკატები. მე ამ ბოლო პერიოდში, როდესაც მით უმეტეს ესეთი ფაქიზი თემა იყო, როდესაც მთელი საერთაშორისო ორგანიზაციები და არა მარტო საერთაშორისო ორგანიზაციები გარკვეული ჯგუფები გამოხატავდნენ პროტესტს, მოცემულ შემთხვევაში არ დანიშნულა სახაზინო ადვოკატი, იმიტომ რომ როგორც ვიცი, ხა მე არ ვიცნობ ბატონი გიგის საქმის მასალებს, მაგრამ ვიცი რომ არის ძალიან მრავალტომიანი, დაახლოებით 100 ტომია და როგორც ვიცი 400-ზე მეტი მოწმე არის დაკითხული. რასაკვირველია, ამას სჭირდება გარკვეული დრო და პროკურორები ძალიან კარგია, რომ შორს არიან იმ ფუფუნებისგან, რომ წინა საღამოს ურეკავდნენ მოსამართლეებს და ბრძანებას მისცემდნენ, რომ თქვა 2 დღეში ან 3 დღეში ეს საქმე უნდა დასრულებული იყო. აქედან გამომდინარე პროკურორების როლი, თქვა აი ამ პრობლემაში მე ვფიქრობ, რომ ნაკლებია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მე რაიმე ფორმით პროკურატურას ვიცავ, ნამდვილად არ ვიცავ, იმიტომ რომ თქვა ძალიან ბევრი პრეტენზიებია იმ მიმართულებითაც, რომ აი რიგითი ადამიანები საუბრობენ, რომ აი რითი ვერ დაუმტკიცეს, რატომ მოხდა ესე, ხო, აქვს პრეტენზიები, თუმცა მაშინ უნდა აუხსნან საზოგადოებას, რომ ეს არ არის თქვა პროკურატურის ბრალი და აქ არის უფრო სხვა პრობლემა. მე ვფიქრობ, გლობალურად არის ძალიან ბევრი პრობლემა და ამ პრობლემას მე ვფიქრობ, რომ გლობალურად უნდა შეხედოს ყველა, მაგრამ როცა
სასამართლოზეა საუბარი, ყველამ მიუხედავად ამისა, მოგწონს თუ არ მოგწონს, მოსამართლეების გადაწყვეტილებამ პატივი უნდა ავცეთ. ძალიან დიდი მადლობა, გმადლობთ. ძალიან დიდი ბოდიში დრო უკვე რამდენიმე წუთის წინ ამოიწურა. 20-30 შეკითხვებს ყოფილი პოლიტპატიმარი ლევან გოგიჩაიშვილი და ადვოკატი ერმა ჭკადუა პასუხობდნენ. ახლა რეკლამის დრო, რეკლამის შემდეგ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავას მიმართვა საზოგადოებას, მოსამართლეებს, ექსპერტებს, პოლიტიკოსებს და პრეზიდენტს 2030-ში.